და დღის მთავარი ამბების შემდეგ კადრები არქივიდან პოლიტიკური პლაკატი საქართველოს არჩევნების ისტორია ქაღალდზე. Როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა ერთ-ერთი მთავარი სააგიტაციო ატრიბუტი დიზაინი, პოლიტიკური მესიჯი და გამოხატვის ფორმა. პოლიტიკური პლაკატების ისტორია ქვეყანაში 1919 წლიდან იწყება. მოსახლეობის ინფორმირება და სასურველი იდეოლოგიის დამკვიდრება ეს მთავარი მიზანი იყო. კომუნისტური პლაკატის სტილი აგრესიულია, მკაცრი წითელარმიელი და მოკლე სლოგანი, რომლითაც უნდა გეშინოდეს და თან ცოტა შეგწყვეს. შემდგომ ეტაპზე ჩნდება სოციალური თემატიკა, პრობლემები, რომლებიც აწუხებს ხალხს. არჩევნებიდან არჩევნებამდე ეტაპობრივად იცვლება ლიდერთა იმიჯის, ჟესტი, მიმიკა, ხელების ამოსის სახე, სამი მეოთხედით, თვალები, ჰალსტუხის ფერიც კი. თითოეულ დეტალს კონკრეტული ფუნქცია აქვს. ის უნდა დაგამახსოვრდეს და უნდა აღიქვა კონკრეტულად. ინტუიტიური მარკეტინგური მეთოდიდან პროფესიულ PR ტექნოლოგიამდე წინასაარჩევნო პლაკატების ისტორიით სალომე ქოქიაშვილი. ხმის მიცემისას მოქალაქეების საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ და ირჩევენ ადამიანს, რომელსაც ქვეყნის მართვას შემდგომი 5 წლის განმავლობაში ანდობენ. თუმცა ყველაფერი კენჭისყრის დღემდე გაცილებით ადრე იწყება. არსებობს ის, რაც ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება და ის, რასაც მოქალაქეს საარჩევნო უბნამდე მიჰყავს – პოლიტიკური პლაკატი. ამ სააგიტაციო ატრიბუტზე PR ტექნოლოგიების საარჩევნოდ განსაკუთრებულ გათვლას აკეთებენ. სწორედ შერჩეული დიზაინი, სლოგანი და ლიდერის იმიჯი ბოლო წლებში არჩევნებში წარმატების მოპოვების მთავარ ფორმულად იქცა. შეხსენებითი ფაქტორი ხდება საზოგადოებისთვის იმისათვის, რომ დაამახსოვრდეს კანდიდატის ვიზუალი, ის გარემოცვა, რომელთანაც ის წარმოდგენილია პლაკატებში და რასაკვირველია, სლოგანი და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ნომერს კანდიდატის, რომ რაც შეიძლება კარგად გაჯდეს ამომრჩევლის გონებაში. PR-ის სპეციალისტები საარჩევნო პლაკატებს განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორად შერჩეული საარჩევნო ბანერი არჩევნებში კანდიდატების წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს. ჩაცმულობა, მზერის მიმართულება, ჰალსტუხის ფერი, კადრში მოხვედრილი დროშა ან სულაც ციგნი. ერთი შეხვედრით უბრალო დეტალები ხშირად ფარულ პოლიტიკურ მესიჯებს ატარებენ, რომლებსაც მკაფიოდ აღიქვამს ამომრჩევლის ვიზუალური მეხსიერება. პირველი ხდება ხოლმე რაღაც ღირებულებაზე დაყრდნობით, მესიჯის ადეკვატური პოზების შემუშავება, ხო? თქვათ, აი რატომ არის ზოგს ხელები ესე აქვს, ზოგი თქვათ რაღაც საოფისე მიმართულებაში დროშა ძირითადად დომინირებს ჩვენთან. თუ გვინდა რომ გულწრფელობა ვაჩვენოთ, რა თქმა უნდა, გულწრფელი უნდა მქონდეს სახეც, ხო? გულწრფელობა მაგალითად ჟესტი არის ამოტრიალებული ხელის გულები. სააგიტაციო ატრიბუტიკის ისტორია საქართველოში ჯერ კიდევ 94 წლის წინ დაიწყო. 1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დამფუძნებელი კრების პირველი არჩევნები ჩატარდა. სწორედ მაშინ დაიბეჭდა პირველი საარჩევნო პლაკატიც. მაშინ მომცრო შავთეთრი ფურცლები გაჯერებული იყო პატრიოტული, მაგრამ ნაკლებად რაციონალური და საქმიანი გზავნილებით. იქ არ არის კონკრეტული დაუშვათ სოციალური პრობლემები და ასე შემდეგ და არ შეიძლებოდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს იყო ეიფორიის და მღელვარების ფონზე შექმნილი პლაკატები. მას შემდეგ თითქმის 80 წლის განმავლობაში საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატების არა, თუმცა საარჩევნო პლაკატები მაინც იბეჭდებოდა. კომუნისტური პარტიის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისას პოლიტიკურ პლაკატებზე ბელადების ფოტოები, ლექსები და საბჭოთა ლოზუნგები გაჩნდა. საარჩევნო პლაკატების შინაარსი რადიკალურად ქვეყნის ისტორიასთან ერთად 1991 წელს შეიცვალა. მაშინ, როდესაც საქართველოს ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო პლაკატი დაიბეჭდა. სამშობლოს სიყვარული და ქვეყნის დამოუკიდებლობა მაშინდელი შავთეთრი ბეჭდური პოლიტიკის მთავარი გზავნილები იყო. პლაკატებზე კი დაპირებების ნაცვლად პრეზიდენტობის კანდიდატების ბიოგრაფიული დეტალები და აფორიზმები იბეჭდებოდა. თანამედროვე პოლიტიკური პარტია დღეს თუ გამოიყენებს შავთეთრს, ამ შავთეთრს ექნება უკვე გარკვეული სიმბოლური დატვირთვა და მაშინ შავთეთრ 90-იან წლებში შავთეთრ პლაკატს სიმბოლური დატვირთვა ნაკლებად ჰქონდა. უბრალოდ, ესე იგი, ეს შავთეთრი პლაკატი იყო მხოლოდ იმის შედეგი, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები არ ჰქონდათ ამ პოლიტიკურ პარტიას. უფრო ფერადი კი ქართული პოლიტიკა 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას გახდა. სიჭრელე, მრავალფეროვნება და შინაარსი ბოლო 20 წლეულში დროსთან ერთად ჩნდებოდა და იცვლებოდა. 90-იანებში პოლიტიკური ლიდერები გზავნილებში ამომრჩევლებს სტაბილურობასა და კეთილდღეობას პირდებოდნენ. მეტი კონკრეტიკა და საქმიანი იერიკი ქართულმა ბეჭდვითმა პოლიტიკამ ბოლო 10 წლეულში მიიღო, როცა საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პლაკატებზე ზოგადი მესიჯების ნაცვლად სოციალური და ეკონომიკური ხასიათის დაპირებები გაჩნდა. 90-იანი წლების განმავლობაში ეს იყო ძალიან ზოგადი, არაფრის თქმელი და ხშირად
და სამწუხაროდ ფუჭი სლოგანები უკვე მას შემდეგ მოხდა ცვლილებები და გახდა კონკრეტული მიზანმიმართული და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ლაკონური. საარჩევნო პლაკატებს ერთგვარი ისტორიული დატვირთვაც აქვთ. ისინი ბოლო 23 წლის მანძილზე ჩატარებული 5 საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების მათი სლოგანებისა და პროგრამების შესახებ ისტორიას ინახავენ. უკვე ხვალიდან ის პლაკატებიც, რომლებიც 27 ოქტომბრისთვის დაიბეჭდა, ამ პოლიტიკური მეხსიერების ნაწილი გახდება.